ესეთი კითხვა თუ და რაც შეეხება არჩევანს. არჩევანი ძალიან მარტივია, მეგობრებო. ჩვენ ხელისუფლება გვთავაზობს სპეციალური ინტერესების კანდიდატს, რომელიც იქნება სპეციალური ინტერესების გამტარებელი. ჩვენ გვთავაზობს კანდიდატს, რომელსაც დღეს თუ დააკვირდებით რა არის მერია. დღეს ნარმანიას ხელში არის ქაოტური კორუფცია. კალაძის შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ინსტიტუციონალიზირებულ კორუფციას, სადაც აი შევარდნაძის დროს გაიშნიკები ფულს რო, იმიტომ რომ კალაძე ასხევს, კალაძე არის მენტალურად კორუმპირებული. კალაძე არის ადამიანი, რომელიც აღმერთებს ქურდებს. კალაძე არის ადამიანი, რომელიც შვიდსულ ქურდზე საუბრობს ბოსახტკინებით და გონია რომ ეს არის ის ადამიანები, რაღაც როგორც ანგელოზებზე ის ელაპარაკობს. კალაძის მენტალობა არის კორუფციისკენ მიდრეკილი. კალაძე არის ადამიანი, რომელიც კაპიტულანტურად გაუწვა გაზპრომის და ხვალ რამდენიმე თვეში რომ გაზი გაიზრდება მათ შორის თბილისელებისთვის ეს მის ინდისზე იქნება იმიტომ რომ გაზის იმ კონტრაქტს როდესაც 2 წელი ვაჩერებდით კბილებით ვაჩერებდით თელი ოპოზიცია და მაინც საბოლოო ჯამში მოაწერა და ეს კალაძის დაჟინებული თხოვნა იყო სწორედ ამ კონტრაქტის ნაკლოვანება გამოიწვევს იმიტომ რომ ჩვენ ვიღებდით ნატურით გაზს ეხლა ვიღებთ ფიქსირებულად ფულს და განსხვავება რეალურ იმ გაზის იმოდენობის და იმ ფაშორის და იმაში რასაც დღეს ვიღებთ არის დაახლოებით 20 მილიონი დოლარი და ეს 20 მილიონი დოლარი უნდა ამოვიდეს თბილისელების ჯიბიდან. აი ეს არის პრობლემა და ჩვენ გვთავაზობენ აი ასეთ კანდიდატს, რომელიც საბოლოო ჯამში თბილისში ისე იღებს